მთავრობამ კვლელია ჩვენ აგეზე შევიკრიბეთ პიკასოს კლუბი იმის გასაწყვეტად რომ გამოიძიოს საქმეები თათუხაშვილის და რაფალიცის რომელიც მოხდა 2012 წლის 29 სექტემბერს დღემდე გამოუძლებელია ეს საქმე რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური განცხადება როცა მანანა ბერიკაშვილმა გააკეთა დასდო ბრალი სრულ დასმენისთვის უნდა დაიჭირო ამ მთავრობამ მაგიტომ ვერ მოხდა მაგათი გამჟღავნება იმის რომ მთავრობამ ჩაიდინა ეს მკვლელობა გამოიძიოს ეს საქმე ჩვენ მოვითხოვთ 2 წელია გასული მას შემდეგ რაც ეს მკვლელობა რა თქმა უნდა თათუხაშვილის საქმე რომელიც ბურსით არის ჯერ კიდევ მოცული არასამთავრობო ორგანიზაცია პიკასოს კლუბი ბერიკას უცხადეს დღევანდელ მთავრობას, იმიტომ რომ ჩვენ თვლით რომ დღევანდელი მთავრობა არის მკვლელი არის რაფალი არის თათუხაშვილის და სხვა მათგანის 3 ადამიანი მინიმუმ დღის დაიღუპა ციხეში ამ მთავრობის მიერ და ჰაკიმ ქაშხას ძალოვანი პოლიციის მიერ ადამიანები რომლებიც დაღუპეს საკუთარი კამებით, საკუთარი მომავლისთვის და დახოცეს ადამიანები, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ არიან დღევანდელი ჰაკიმ ქაშხას პოლიციის მსხვერპლი. ამიტომ ჩვენ გიცხადებთ ამ მთავრობას ბოიკოტს და გიცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაცია პიკასოს კლუბი, რომ თქვენ ხართ მკვლელების მთავრობა, ჰაკიმ ფაშისტები და ბიძინისტები, რომლებიც კამებზე ხართ მოკალათებულები და რომლებიც ხართ მშვიდობიან მესაქონლეობაზე გადასულები, რომ დახოცოთ და შეუწყალებლად მოკლათ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. არებაშვილო, აქ ამ ჯანდები ვიცით, მოყარე, მოსაწვევი. ძალიან სასაცილოდ მოიხეცეთ. პირველადად ხო შენი ცოლი გამოაცხადეთ. მერე მოყარე მარგველაშვილის მოსაწვევი და წახვედი ამით. გასაგებია, ეს არაფერი სასაცილოა, დაქცინეთ, კიდევ დაქცინით ბევრჯერ. მაგრამ რაც შეეხება შენ პატრონს, ბიძინას, ივანიშვილს, რომელიც არის ჩვეულებრივი კვანტრიშვილების მკვლელი და არა მარტო ძალიან ბევრმა ნახევარმა რუსეთმა და სრულიად საქართველოს მისი გმირობის შესახებ. ყველა მისი ბიზნეს პარტნიორი მკვდარია საეჭვო ვითარებაში და მისი ბიზნეს წილები არის გადაფორმებული პინგვინების და ზებრების